Deputatების ნაწილი დღეს გურჯაანში ჩავედა და აგრარული კომიტეტის ხდომას დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეპუტატებს საშემოდგომო სამუშაოებზე ანგარიში ჩააბარა. ბოლო მონაცემებით რეგიონში 2500 ტონა ყურძენი უკვე დაკრეფილია, სულ კახეთში 150.000 ტონა ყურძენს ელოდებიან. ბაკურ კვეზერალის განმარტებით წელს მოსავლის აღება ორგანიზებულად მიმდინარეობს. სხდომის შემდეგ პარლამენტის წევრები ბენახში გავიდნენ და გლეხებს ყურძნის კრეფაში დაეხმარნენ. აგრარული სხდომის გამოსვლით ორი აქტუალური საკითხი, რომელიც არის დღეს აქტუალური სოფლის მეურნეობაში. ერთი მხრივ არის რთველი და მისი მიმდინარეობა, ხოლო მეორე მხრივ არის საშემოდგომო ხმები, როგორ მიმდინარეობს საშემოდგომო ხმა რეგიონებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიწის ნაკვეთი, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში დამუშავდეს შემოდგომაზე, რადგან ეს ზრდის მოსავლიანობას ყველა კულტურის. დღეს ქონდა გასვლითი სხდომა აგრარული კომიტეტის. რთველი მოგვადგა, ცოტა დაგვიანებულია მართალია, 3 კვირით აგვიანებს კლიმატური პირობების გამო, მაგრამ ნახეთ მოვისმინეთ სამინისტროსგან, მინისტრისგან, გუბერნატორისგან მზადყოფნა, შტაბში ვიყავით, ნახეთ და მოსავალი ცოტა მეტია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რთველი შარშანდელებით 7 გარემოში ჩაივლის. რეგიონი მინდა გითხრათ, რომ მთლიანად მობილიზებულია იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული რთველი ჩავატაროთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის აგრარული კომიტეტი ადგილზე ატარებს გასვლის ხდომას და დღის წესრიგის ძირითადი საკითხი რთველია და ჩვენ აღმასრულებელმაც და საკანონმდებლო ხელისუფლებამაც ერთად უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსავალი იყოს დაბინავებული წარმატებულად.